თავარი კითხვა ახლა სწორედ არის ეს რაში გაცვალა ირაკლი კობახიძემ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა და რატომ მოიხსნა ეს კანდიდატურა მაშინ როდესაც თავიდან იყო შეთანხმება რომ სწორედ ზურაბ პოლოლიკაშვილი შეინარჩუნებდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ის დღეს უკვე ცხადია რომ ქართული ოცნების რეჟიმი მხარს ამ არჩევნებზე დაუჭერს ემირატების კანდიდატს მაშინ როდესაც საქართველოს კანდიდატურა მოხსნა არადა 2017 წლიდან ზურაბ პოლოლიკაშვილი იკავებდა ამ თანამდებობას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო შეიძლება ითქვას რომ ეს იყო საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა რომელსაც ქართველი იკავებდა და პოლოლიკაშვილს დიდი როლი ჰქონდა ტურიზმის ნაწილში ქვეყნის მხარდაჭერაში, ამიტომ კითხვები რჩება კითხვებად. თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ ძალიან ცხადია, რომ პოლოლიკაშვილმა არ შეასრულა ქართული ოცნების დავალებები საერთაშორისო იზოლაციის და საგარეო კრიზისის ფონზე. ამბობს, რომ ძალიან ბევრი დავალება იქნებოდა და შესაბამისად დაიწყო სავარაუდოდ უკვე უთანხმოება პოლოლიკაშვილსა და ქართული ოცნების რეჟიმს შორის და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი კანდიდატურის მოხსნა სრულიად შეუთანხმებლად არსებობს ასევე კითხვები იმასთან დაკავშირებით რატომ ემირატები რაში გაცვალა ქვეყნის ინტერესი ოცნების რეჟიმმა და რის სანაცვლოდ გააკეთა ეს ყველაფერი მოხსნა საქართველოს კანდიდატურა და ამის შემდეგ ემირატების მხარდაჭერა გადაწყვიტა ასევე ჩნდება კითხვა ხომ არ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს რუსეთის თამაშების ნაწილი იმ ფონზე, როდესაც სწორედ პოლოლიკაშვილის გენერალური მდივნობის პერიოდში რუსეთი ორგანიზაციიდან გარიცხეს. როგორც ჩანს პოლოლიკაშვილი ვერ შეასრულა მათთვის ის ფუნქცია თუ ის ამოცანები, რომელსაც მას უსახავდნენ. საქართველოს მოქალაქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია საერთაშორისო სისტემაში და შემიძლია წარმოვიდგინო რომ ის მიმართ უამრავი სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები ჰქონდათ თავიანთი ამ საგარეო პრობლემებიდან გამომდინარე. არ ვიცი ეს არის ჩემი მოსაზრება რა თქმა უნდა მე არ მაქვს ინფორმაცია მაგრამ მაინც მგონია რომ ძირითადად ეს მოხდა პოლოლიკაშვილის გაწვევის გამო და მე უკვე ვიღაც რა თქმა უნდა დაეჭირათ მხარი და კანდიდატი იყო რომელსაც დაუჭირეს მხარი. არ დაგვაწყოს ეს ის ხალხია რომელიც მაგალითად ჩვენ მორალს გვეკითხავენ ხოლმე იმაზე რომ რუსულ სპორტულ გუნდებში რო ქართველები თამაშობენ იმათ უნდა უგულშემატკივროთ თორმე იმიტომ რომ ციფრით ქართველები არიან ოღონდ რუსულ გუნდებში თამაშობენ. ამასობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული და უნიშნულოვანესი თან არ დაგვაწყოს ტურიზმზეა საუბარი რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. თანამდებობა დათიას ალბათ გუშინ საკუთარი რაღაცა სრულიად გაუგებარი პოლიტიკური მოსაზრებებით და პოლოლიკაშვილის პირველი პასუხი რომელიც გავრცელდა და სხვა არ მინახავს სტერილობით პასუხი რაც ვნახე ადასტურებს ჩემს ვერსიას რომ მათ შორის არ იყო მაინც და მაინც სპეციფიურად განსაკუთრებული მეგობრობა და ამან გამოიწვია ჩვენ დილიდან ვცდილობთ ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებას ჯერჯერობით ის პირველების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს თუმცა მისი პირველი კომენტარიდან ცხადია რა განწყობა აქვს პოლოლიკაშვილს ის მოიხსენიებს ქართული ოცნების წევრებს დიდ ვირთხებად და კობახიძისგან ითხოვს პასუხებს და ელოდება პოლოლიკაშვილი ამბობს რომ უკვე 3 კვირა ურეკავს კობახიძეს და ის იმალება ამიტომ მისგან ელოდება სწორედ ახსნა განმარტებებს. ჩვენ ვნახეთ კობახიძის პირველი განცხადება ოლიგარქის რეჟიმის ლიდერი ამართლებს მის გადაწყვეტილებას და ამბობს რომ ძალიან სწორი იყო, როდესაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩევნებში საქართველოს კანდიდატურა მოხსნა და ამ თანამდებობაზე ახლა უკვე არჩევნებში ემირატებს დაუჭერენ მხარს. სანანი იყო რაღაც მესიჯი გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან დიპსტეიტზე იყო საუბარი შუაში ამ თემასთან დიპსტეიტი საერთოდ ვერ გავიგე მაგრამ ზოგადად ასანანია თან ერთ რამ არის საინტერესო რომ ის არის მოქმედი ხელმძღვანელი
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და ოდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ძალიან საინტერესო ხო, კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა. აღარ მინდა დეტალებში შევიდე, რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. ხო, პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გითხრეს, გაეროს სისტემაში, ანუ ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ფაქტობრივად სრულიად შეუთანხმებლად მოხსნა ირაკლი კობახიძემ. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ესპანურმა გამომცემელმა გაავრცელა და შოკის მომგვრელ პოლიტიკურ მანევრად მოიხსენიებენ საერთაშორისო დონეზე ოლიგარქის პარტიის ამ ნაბიჯს. უკვე დადასტურებულია, რომ საქართველო არა ქართველს ზურაბ პოლოლიკაშვილს წარადგენს და მისი კანდიდატურა უკვე ხსნილია, არამედ ისინი არჩევანს გააკეთებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს.